ძალიან დიდი ბედნიერება და არა მხოლოდ ბედნიერება, ეს არის ძალიან ჩემი აზრით სწორი. იმიტომ რომ ზუგდიდი ბოლოს და ბოლოს არის ის ადგილი საქართველოში, რომელიც ყველაზე ახლოს არის ევროპასთან. თქვენ ხართ ჩვენი ევროპელები და ჩვენი გზა ევროპისკენ სწორედ იწყება იქ, სადაც ჩვენ ახლა გაჩერებულები ვართ ანაკლიიდან და ძალიან ახლოს არის მეორე მხარე შავი ზღვის და ევროპა, რომელსაც ჩვენ უთუოდ უსათუოდ შევუერთდებით. მე მინდა მოგესალმოთ თქვენ, მაგრამ ჯერ მინდა დავიწყო და გავეხსენო ის ტრაგედია, რომელიც აქედან ძალიან ახლოს მოხდა რამოდენიმე დღის წინ საბერიოში, ის ბავშვები, რომელიც ერთხელყვნენ ამ ძალიან დიდ უსამართლობას და მინდა კიდევ ერთხელ ჩემი მწუხარება გავუზიარო იმ საბერიოს მოსახლეობას და მთლიანად აფხაზეთის რეგიონის მოსახლეობას და მინდა ვთქვა ერთი რამე, რომ იქ ამ დღეებში და ამ ტრაგედიის შემდგომ შედგა ის, რაც დიდი ხანი არ შემდგარა, ერთობა აფხაზების და ქართველების. ძალიან დიდი ერთობა ამ ტრაგედიის ირგვლივ, ამ ტრაგედიის გამო. ეს არის ის, რაც არის ჩვენი მომავალი, არა ტრაგედიების ცხადია, მაგრამ ჩვენი ერთობა. ეს არის ის, რასაც ებრძვის რუსეთი, რასაც ებრძოდა სულ მუდამ და რაშიდაც დამარცხდება რუსეთი. იმიტომ ჩვენი ერთობა მაინც უფრო ძლიერი აღმოჩნდება. ეს ისტორიულად იყო რუსეთის მიზანი, რომ დაყავი და იბატონე. და ეს ეცადა ყველანაირად და ეს შეეხო ასევე სამეგრელოს. და ამიტომ არის, რომ დღემდე ჯერ კიდევ ბოლომდე განათლებული ადამიანები არა ვერ ეგუებიან იმას, რომ მეგრული ენა უნდა იყოს დაცული, რომ ეს არის ჩვენი საგანძური. რომ სვანური ენა უნდა იყოს დაცული, რომ ეს არის ჩვენი საგანძური და აქ არანაირი საფრთხე არ არსებობს. არანაირი საფრთხე არ არსებობს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ერთნი. ჩვენი ძალიან დიდი მრავალფეროვნებით, რომელიც არის ნამდვილად ჩვენი სიძლიერე და ჩვენი წარსული და ჩვენი მომავალი. და ვერავინ ვერ წაგვართმევს, ვერც მეგრულ ენას, ვერც სვანურ ენას, ვერც სამეგრელოს და ვერც აფხაზეთს. ასე რომ რუსეთმა ვერ შეძლო, თუმცა დღეს და ამას უნდა დაუკვირდეთ, რუსეთი ცდილობს ამ რუსული რეჟიმის ხელით, რომ კიდევ ერთხელ შემოიტანოს ეს დაპირისპირება. დღეს არ არსებობს საქართველოში ორი მხარე. არსებობს რეჟიმი და არსებობს საზოგადოება. ორი მხარე არ არსებობს, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ რეჟიმის გამო გულისთვის რაღაცა მათი ინტერესები თუ რა მათ ამოძრავებთ ვერ ვიტყვი, ცალკეული ადამიანები არსებობდნენ, რომელიც იცავენ ამ რეჟიმს და ამ რეჟიმის დაცვის გულისთვის მიდიან რაღაცა უსასტიკეს ზომებზე. მე მაგალითად მინდა ვახსენო, გუშინ იყო სასამართლო, სადაც ის ახალგაზრდები სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდები, ყველამ ძალიან კარგად ვიცით და იმ მოსამართლემ, რომელიც იქ იჯდა, იმანაც ძალიან კარგად იცის, რომ იქ არც არაფერი ჯგუფური ძალადობა არ ყოფილა და არანაირი დანაშაული. და ესენი განთავისუფლდებიან, როგორც ქვეყანა განთავისუფლდება. მაგრამ არსებობენ ადამიანები და ერთი ქალი, არ ვიცი დედა არის თუ არ არის დედა, რომელმაც გაბედა და დაწერა სოციალურ ქსელში ანდრო ჭიჭინაძეს დედაზე, რომ თქვენ რაც არ უნდა ეცადოთ, ვერ დაესწრებით, ვერ იქნებით ირინა ებუქიძე. ასეთი სისაზიზღრე მე არ გამიგია არც ერთი ქალისგან, არც ერთი დედისგან და ეს არის ის ბოროტება, რაც მოყვება რუსეთის პროპაგანდას და რაც მოყვება იმ ადამიანებს,
რომლებიც კიდევ ერთხელ არ არიან ერთი ნაწილი ჩვენი საზოგადოების, ერთი მხარე. აქ არ არის ორი საქართველო, არის ერთი საქართველო და ვიღაც ადამიანები, რომლებიც უკვე ამ ფორმით, ამ თავიანთი ლექსიკით, ამ თავიანთი სიძულვილით დაშორდნენ საქართველოს და არიან რეჟიმის წარმომადგენლები. ეს რეჟიმი დასრულდება, იმიტომ რომ აქ დგას და ყოველივე საქართველოს ქალაქში განან ის ნაწილი და ის წარმომადგენლები საზოგადოების, ნამდვილი საზოგადოების, რომელიც შეიძლება ახალგაზრდები არიან, შეიძლება არ არიან ისეთი ახალგაზრდები, მეც აღარა ვარ ისეთი ახალგაზრდა, მაგრამ ის ადამიანები, რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ არჩიეს, რომ უფრო უყვართ ქვეყანა, ვიდრე ნებისმიერი პარტია. რომ უფრო უყვართ სამშობლო, ვიდრე ნებისმიერი პარტია. და ეს არის სიახლე ამ ქვეყანაში, რომელსაც უნდა შეეგუოს ნებისმიერი სხვა, რომელსაც უნდა ამ ქვეყნის წარმატება და წინსვლა. ჩვენ ახლა ვართ ბრძოლაში, რომელიც იქნება უსათვლოდ გამარჯვებული. სხვა გზა არ არის, იმიტომ რომ სხვა გზა არ დაუტოვეს არავის. ჩვენ ერთად ვართ, მე ვარ თქვენთან და თქვენ გაქვთ ჩემი იმედი, მაგრამ მე მაქვს არანაკლებად თქვენი ყველასი თითოეულის იმედი. იმიტომ რომ ეს არის ის ბრძოლა, რომელიც არ შეიძლება რომ მოიგო რაღაც ბელადის ხელით და ვიღაცის მხოლოდ იმედით და შენი იჯდეს სახში და დაელოდო რომ რაღაცა თავისით მოხდება. არა, ეს მოხდება მხოლოდ თუ ყველანი ვიქნებით ბოლომდე ჩართული, როგორც ვართ დღეს და როგორც ვიქნებით ხვალ. მე შემიძლია ერთი რამე დაგპირდეთ, რომ ბოლომდე მე ვიქნები ჩართული. ყველა იმ ძალისხმევით, რაც მე შემიძლია ამ ქვეყნისთვის. ეს იწყება საზღვარგარეთ, იმიტომ რომ პროფესიით მე ასე დავიბადე არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც დიპლომატი და უფრო ალბათ მე ხერხება და მე თქვენი სახელით, ზუგდიდის სახელითაც ჩავალ ვაშინგტონში ინაუგურაციაზე. ჩვენ იქ ყავს ძალიან ბევრი მეგობრები დღეს, რომელსაც გული შესტყივათ საქართველოსთვის და რომელიც ყველაფერს აკეთებენ იმაზე მეტსაც, ვიდრე რასაც ვთხოვთ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ამ ქვეყნის მომავალი დაიცვან იმ ბრჭყალებისგან, რომელიც მოდის ჩვენი ჩრდილოეთ არამეგობრისგან. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ იშვიათად ქონია ამ ქვეყანას ამდენი მეგობრები, გინდათ ევროპაში, გინდათ ამერიკაში. ეს არის ჩვენი ძალა, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ეს მეგობრები იმიტომ ყავს და იმიტომ არიან ესოდენ აქტიური დღეს, იმიტომ რომ თქვენ დგახართ, სადაც დგახართ. ეს პროტესტი რო არ იყოს, ეს მრავალფეროვანი პროტესტი ყველა ქალაქში, ყველა საზოგადოების სეგმენტი, რომელიც არის ჩართული. მაშინ ისინიც არ იგრძნობდნენ იმ თავიანთ ვალდებულებას, რომ რაღაცა ფორმით დაგვეხმარონ, როგორც მათ შეუძლიათ. ამიტომ ეს ყველაფერი გადაბმული არის. გარედან მეგობრების მხარდაჭერა, შიგნიდან პროტესტი, ასევე ჩემი ძალისხმევა იმისთვის, რომ ეს პროტესტი გატანილი იყოს რაც შეიძლება მეტად გარეთ, იმისთვის, რომ მე მხარი დაგიჭიროთ ყველგან და ამიტომ დავიწყე ზუგდიდით, მაგრამ ამიტომ დავიწყე რეგიონებში სიარული, რომ არავინ არ იფიქროს, რომ მათი პროტესტი რომელიმე ადგილას საქართველოსი არის ნაკლებად მნიშვნელოვანი, ვიდრე თბილისის პროტესტი. ეს არის მთლიანად საქართველოს პროტესტი, რომელიც მიგვიყვანს ბოლო შედეგამდე. და რა არის ეს ბოლო შედეგი? ეს ბოლო შედეგი არის შვიდობიან დემოკრატიულ ქვეყანაში, რაც ჩვენ ვართ, რეჟიმი აღარ არის დემოკრატიული, მაგრამ საზოგადოება ასეთი დემოკრატიული, ასეთი შეგნებული, ასეთი პასუხისმგებელი და ასეთი მშვიდობიანი არ ყოფილა დიდი ხანია საქართველოში. ეს ჩამოყალიბდა და ამ საზოგადოებას უნდა მშვიდობიანი გამოსავალი ამ უღრმესი, უდიდესი კრიზისიდან.
და ეს გამოსავალი არის თავისუფალი არჩევნები. ამას ითხოვდნენ ჩვენი მეგობრები გარეთ, ამას ვითხოვთ ჩვენ და ამას მივახცევთ, მაგრამ იმისთვის რომ ამას მივახციოთ, ჩვენ უნდა მზად ვიყოთ. არ არის საკმარისი რომ ვიძახოთ არჩევნები. არჩევნებს უნდა მზადება ყველა მხრივ და ამაშიც მე მზად ვარ რომ დაგეხმაროთ. საჭირო არის რომ თქვენი ძალები გამოჩნდეს ქვეყანაში, რომ ვიცოდეთ ვინ ხართ, სად ხართ და შემდეგ არჩევნებზე აღარ იყოს იმაზე ლაპარაკი რომ ეს პარტია არ მომწონს, ის პარტია არ მომწონს. თუ არ მოგწონთ, ჩამოაყალიბეთ. თქვენი ჯერი მოვიდა. პარტიებსაც ეკრება თავიანთი ადგილი, მრავალფეროვნება არის ამ ქვეყნის სიძლიერე, მაგრამ ახალი პარტიები ნამდვილად საჭირო არის, რომელიც ასახავს იმ ახალ საქართველოს, რომელიც დღეს იბადება. საჭირო არის მზადყოფნა, ეს ნიშნავს დამკვირვებლები. ეს არ უნდა იყოს გადადებული ხვალინდელი დღისთვის. ეს გუშინ უნდა დაწყებულიყო. კარგი არის დგომა, კიდევ უფრო კარგი არის მომზადება იმისი, რაც ჩვენ გვჭირდება ხვალინდელი დღისთვის. არ უნდა აღმოვჩნდეთ მომზადებელი შემდეგი არჩევნებისთვის. მე პირადად ასევე ყველა ძალებთან ერთად მუშაობთ იმაზე, რომ ჩვენ ჩამოვაყალიბოთ ის პირობები, რომელიც იქნება მინიმალური პირობები, რომ თქვენ ყველამ დავიჯეროთ, რომ არჩევნები იქნება მართლაც თავისუფალი და მართლაც დაცული. ასე გავალთ ჩვენ სამშვიდობოზე. სხვა გზა არ არის ამ ქვეყნისთვის, ამ რეგიონში გზა არ არის და სხვა გზა არ არის არსად. თუ გვინდა ჩვენ მშვიდობაც და თავისუფლებაც და დემოკრატიაც. ეს არის არჩევნები, კარგად მომზადებული არჩევნები, რომელსაც დავიცვავთ ბოლომდე. ისიც ვიცით კარგად, რომ წინა არჩევნები არა მხოლოდ გააყალბეს ისეთი დახვეწილი მეთოდებით, რომელიც მხოლოდ ქვეყნის გარეთ შეიძლება იყოს მოფიქრებული, მაგრამ ისიც მართალი არის, რომ ჩვენ არ მოვემზადებთ ისე როგორც საჭირო იყო, იმიტომ რომ ჩვენ დარწმუნებული ვიყავით, რომ ვიყავით მეტნი, რაც სწორი არის და დარწმუნებული ვიყავით, რომ გავიმაგრებდით. ამიტომ ეხლა დარწმუნებულიც უნდა ვიყოთ, მაგრამ მომზადებულიც უნდა ვიყოთ. ეს არის ჩვენი მოვალეობა, თქვენი მოვალეობა, ჩემი მოვალეობა ამ ბრძოლაში. ამ მშვიდობიან ბრძოლაში ვართ ერთად და ნამდვილად გავიმარჯვებთ ყველანი ერთად. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ყველას.